მადლობა. დავით ხო? სამი ძმა. ჩვენ ვართ სამი ძმა. მე არ მინახავს სამი ძმა. ლუკა საბა ნიკა ხიდაშელი. 10 წუთით ვართ დიდები ერთმანეთზე. ჩვენი მამა მასწავლებელია, დედა არ მუშაობს. ჩვენ ცეკვავთ და მღერით, მაგრამ ტაშის გარდა არავისგან არაფერი არ გიქონია. მინდა თოვლის ბაბუა მგვაჭყოს ძალიან ლამაზი საჩუქრები, რასაც მამა ვერ გჭუქნის. გელოდებს. მოვდივარ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თანდაცხეთ იცეკვებთ. აუცილებლად. წავედი. წავედი. სამთან მივდივარ. წავედი. წავედი ჩვენ ბურგაში. კარგად. გამარჯობა ხიდაშელეთ ხან ვარ? გამარჯობა. სამი პატარა წყობებითი თქვენთან ცხოვრობ. გილოცავთ ახალ. ლუკა. ბავშვებო გამარჯობა. თქვენ მოგწერეთ ტელეიმედში წერილი? ხოდა მე თქვენი ნაწერი არის პრობლემა. გილოცავთ ახალ და ჩამოწევთ. ნამდვილად არ არის დავით დაგეწარა. მოდით ბავშვებო. აბა რომელი ხარ ლუკა? შენ რომელი ხარ? საბა. გილოცავ. შენ? ნიკა და ლუკა ხო? გილოცავთ ახლა სხვა მოგწერეთ წერილი. და აი მოგიწერეთ საჩუქრები. ოღონდ სიმღერა თუ იცი? თუ სიმღერას არ ემღერეთ, მოკიდებთ ამას ხელს და წავულებთ. შეგიძლიათ რომ იმღეროთ და მერე გავხსნათ საჩუქრები ერთად. ვერ მღერებთ ახლა? Go patia nanaida jinuelo nanaida detrika bagachuya nanaida jinuelo nanaida mesheni kumari de una nanaida jinuelo nanaida iawai kachia nanaida jinuelo nanaida nanida 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 nanaida jinuelo nanaida ოჩა ბავშვებო ძალიან მაგრები ხართ ახლა გეტყვით რა საჩუქრები მოგიტანეთ ხო? აი ვიდეო კამერა ციფრული ესეც კაზინო აჭარის. DVD ვიდეო მაგნიტოფონი და ვიდეო DVD პლეიერი. ბავშვებო ეს არის ვესტელისგან მუსიკალური ცენტრი. მუსიკა ხო გიყვართ? აი ჩადეთ დისკებს და დაუყრა. იმედით გწერთ წერილს ქუთაისი. ძალიან მიყვარს ცხენები და ყოველთვის ვოცნებობ იმ ყოლო და საკუთარ ცხენი. ცხენი უნდა. სამები შევეცდე. მე ვიცი ერთი კარგი ადგილი ცხენებს ხიდია. სასწაულს. ძალიან გთხოვთ. იქნებ პატარა ბიცი გამომიგზავნოთ საახალწლო. კვიცებსაც მეტია? ბიცებიც არა, ცხენებსაც არა, კვიცებიც ხდებიან აბა. გვანცა კოძახიძე ქუთაისი. მე ვიცი, წავედით ახლა ვაიში. კვიცები ვიშოვე. კვიცები ვიშოვე. ქუთაისი თავისუფლების მეხუთე შესახვევი ნომერი 9 კოძახიძე გვანცა.
ნომერი 9. გამარჯობა. გაგიმარჯვეთ. ნომერი 9 არის. ოჯახიძეების ოჯახი. გილოცავთ ახალწელს. გვანთა შენ ხარ? გვანთა შენ ტელეიმეთს მოსწერე წერილი, ხო? მოდი ახლა ვნახოთ ჩვენი საჩუქრები, შემოიტანეთ საჩუქრები. წერილი მოგწერე, აი საჩუქრები. აი. აჯინო აჭარამ გამოგიგზავნა ტკბილეული. ნაძვის ხის საჩუქრები და ნაძვის ხე. ეს არის ვესტელისგან ტელევიზორი, შეგიძლია დაათვალიერო. შეგიძლია გახსნათ ივანს ამოდია. მოდი ერთად ვნახოთ. ტელევიზორი ვესტელისგან, ეს შენ დედიკოს ისიპარისგან პარფიუმერია, საახალწლო საჩუქარი და აი ეკოფუდმა გამოგიგზავნა საახალწლო ნუხვარი და ძის პროდუქტები. აი გვაცა ფერადი ტელევიზორი. გაკეთდა გეკეთდა ტელევიზორი შავთეთში არ უყურებ იმედის გადაცემა. მაგრამ შენ მე მგონი ერთი სხვა რამე გთხოვე, რა მოგწერე წერილში? მიდოდა ცხენი. ცხენი გინდოდა. წამოვყევი ერთი წუთით. წამოგარეთ გავიდეთ. აი ეს არის შენი პატარა კვიცი, შეგიძლია მიდი შეგებო და სახელით შეგიძლია უკვე დაარქვა. გამარჯობა, როგორ ახ? მოგწონს? რას დაარქმევ? აბა როგორ მოგწონს? ესეთ კვიცი გინდა და? ეს კვიციც არის კაზინო აჭარას საჩუქარი. აბა მოდი მოიფიქრე და არქმევ რამეს? არაბია? აი ესეც შენი არაბია. ოჩა. ძალიან გამეხარდა მართალი გითხრათ თავიდან არ მჯეროდა რომ ისა რო დარეკეთ ვიფიქრე რა ვიცი ტელეკომპანია იმედი რო არ მოიტყვილებდა ეს ვიცოდი მაგრამ ასეთი ოცნება თუ არ ვისრულდებოდა არ გვიგონა და ვიარო ჩვენ უნდა წავიდეთ იმიტომ რომ საქმეო კიდე უნდა ავასრულოთ სურვილები. აი არ უნდა მაგრამ რაც იზამე ხა მაგდას უნდა დაუჯერო ხო შემოსული. აბა კარგად. მე-9 კლასში ვიყავი, როცა დავინვალიდე. სკოლა სახლში დავამთავრე, უმაღლესიც. ახლა შიშის თვალით შევყურებ ჩემს მომავალს. არასოდეს არავინ დამხმარებია. იმედიც მეკარგება და ბრძოლის უნარიც. ამიტომ უკანასკნელი იმედით მოგმართავთ თქვენ. იქნებ ახალი წლისთვის კომპიუტერი მაჩუქოთ, რომ ვიმუშაო და თავი გავიტანო. გურამ გონგაძე. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი რამდენი წლის არის გურავი, მაგრამ იმედი მან მართლაც არასოდეს უნდა დაგაგოს. ჩვენ ამაში მივეხმარებით. გამარჯობა გურა. ახალი წერილი მინდა რომ მოგილოცავდი მადლობა. თქვენი წერილი მივიღეთ. კი. სადაც თქვენი ოცნებები ეწერა და გადაწყვიტეთ რომ ეს ოცნებები ამ ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებოდეთ მე და მაგდა. პატარა საჩუქრები მოგიტანეთ. მედი მოგეწონდა. რა თქმა უნდა, მეც ისე მგონია კი. რა თავი არის კომპიუტერი, რომელიც თქვენ ძალიან გჭირდებათ. კომპიუტერით მესამე თაობის მობილური არის, ნაძვის ხია თავის საჩუქრებით, ეს კაზინო აჭარამ გამოგიგზავნათ და ტკბილეულით. მოგიტანეთ ვესტელის ტელევიზორი, ასევე საჩუქრები ისიპარისგან და ეკოფუდისგან. ეს რა არის? ეს არის კომპიუტერი. ეს არის ზუსტად ის კომპიუტერი, ამის პროცესორიც. ეს კომპიუტერების ნაწილები არის, ეს ფუნქციონალური
თალის არ აქვს. რომ ერთ-ერთი კონფლიქტი და არაფერი. დედისედა ხარ შენ, ხო, ალბათ ერთ-ერთი შვილი ხარ, ხო? ეხლა ეს რომ მუშაობისთვის კი და ეხლა ხო და ეხლა ეს უმუშეო არაფერი რო არ არის, აი სული ახლა შევისწავლე რაღაც პროგრამები რაღაცა და იყო თქვა რედაქციიდან შემოთავაზოს გქონდესო თქვა და აი ბეჭდვა რაღაც ხო, სახშიც მიიღებ შეკვეთებს. ხო, შეკვეთები აი მითხრა, შეკვეთები მივიღო რაღაც. ძალიან კარგი. თუნდაც იქ რამე სარეკლამო სააგენტო თუ არის რა, ხო, აი რეკლამების ხო შეიძლება კომპიუტერი. აი პროგრამების შესწავლას. ტელევიზორიც ახალი გიქნებათ, უკვე ახლა შეგიძლიათ რომ ძველ ტელევიზორში აღარ უყუროთ იმედს და სხვა არხებსაც. იმათო. ტელეფონი კიდე მესამე თაობის ტელეფონი ისეთია რომ დაშორებითაც შეგიძლია იმ შენი სამსახურის თანამშრომლებს ხო ვიზუალურადაც ეკონტაქტო და ეს მეტნაკლებად მაინც მოიხსნის იმ პრობლემებს, რომელიც გადაადგილებასთან დაკავშირებით შენ გაქვს. ჩვენ თვითონ საჩუქრები დედისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან არ მოგებოდი. თელ საქართველოს როცა ამდე გახალწელს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ისეთ სიხარულს უსურვებ, როგორც აი ტელეკომპანია იმედმა და ყველა სპონსორმა მე არ გონდა ამ ახალწელს. ყველას უსურვებ ესეთ რომ დავუდგეს ერთი ახალი წელი. 1 და 3. გილოცავთ ახალ წელს. გამარჯობათ, მოგმართავთ დიდი თხოვნით, თუმცა ჩემთვის არაფერი მინდა. ჩვენს ქალაქში ახალციხეში ცხოვრობს ახალგაზრდა კაცი ზაზა ხრიკაძე. მან ჯანმრთელობა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლა შესწირა. მძიმედ დაიჭრა აფხაზეთში და დაინვალიდდა. ზაზა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მაგრამ რაც მას ყველაზე მეტად აკლია ყურადღებაა. მე შარშან ვუყურე თქვენს გადაცემას და იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების. გაახარეთ თქვენი ყურადღებით ჩვენი ღირსეული თანამოქალაქე. ჩემს ვინაობას საგანგებოდ არ ვასახელებ. ის სურვილი, რომელიც ზაზას აქვს, აუცილებლად უნდა შეუსრულოთ. გამარჯობა. თქვენ ახარ ზაზა ხრიკაძე, გამარჯობა. შემოგიშვებთ? შეიძლება? გილოცავთ ზაზა ახალწელს. ბრავო და ეს წარი. სიკეთეს, ბედნიერებას, ისვას. შეიძლება არჩევდე. როგორ ახალ? ჩვენ ვეცადეთ საჩუქრები მოგვეტანოთ თქვენთვის. ვეცადეთ იმიტომ რომ ერთ-ერთმა თქვენმა მეზობელმა რომელმაც არის სულა სახელის და გვარის დასახელება, გაგვაცნო თქვენი მდგომარეობა, გვითხრა თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე და გადავწყვიტეთ საჩუქრები მოგვეტანოთ. მოგიტანეთ საჩუქრები, კაზინო აჭარამ, გამოგიგზავნათ ტყილეული, გამოგიგზავნა მობილური ტელეფონი, მესამე თაობის Nokia. ეს კი ეკოფუდისგან გამოგზავნილი საჩუქარი და ის არის წინვალი სურნელი დარწმუნებული ვარ გამოგება და მე მიხარია რომ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. შევხვდით ერთმანეთს ახალციხეში და დარწმუნებული ვარ რომ შენ საუკეთესო დამწყობია ხარ. ძალიან ბევრი ხსმენია ზაზა შენ შესახებ და დამიჯერე ჩვენ ვამაყობთ შენი და ძალიან გაგვიხარდება თუ შენ რაღაცა სიხარულს მოგანიჭებთ აი ესეთი მცირედი საჩუქრით. თავარი საჩუქარი ეს არის ვესტელმა გამოგიგზავნა ფერადი ტელევიზორი. იმედი მაქვს რომ ეხლა იმედის უფრო ხშირი მაყურებელი იქნები. ახალი წელი ნათვისის გარეშე მე მგონი ესეც კაზინო აჭარას აჭარისგან. ჩვენ გვახსოვხარ საქართველოს ახსოვხარ შენი ღვაწლი საქართველოს ყოველთვის ემახსოვრება და ატყობ რომ შენს ახლობლებს არ დავიწყებთ აქედან გამომდინარე ჩვენც ჩვენ შენს გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის. ბედნიერად კიდევ ერთხელ გილოცავ. ახალწელს აბა კარგად იყავით. ბედნიერად ნახვამდის. ნახვამდის
წელიწადს. მრავალახალ წელიწადს და ძალიან გვიხარია რომ შენისთანა მეგობარი გავიჩინოთ. აბა ბედნიერ. წავიკითხოთ და ვინ რას გვწევს ნახე აბა. მე ვარ მარიამ ნოძაძე 8 წლის. ყავს 4 და-ძმა. ანუ 5-ნი არიან. სულ 5-ნი. 5-ნი გო. მინდა პატარა ლეკვი. სათამაშო მანქანა ჩემი პატარა ძმისთვის, რომ ჩაჯდეს და ატაროს. შობას ჩემი დაბადების დღეა. ჩემი დაბადების დღე შობას არის. ძალიან მინდა თოვლის ბაბუა ვნახო. გელით. მე მგონი წავიდე და წავყვანოთ ლეკვი და პატარა მანქანა ძმისთვის. პატარა ძმისთვის. პატარა ძმისთვის. სასწრაფო შესასრულებელია. იმედი მაქვს. აი ბინა 17 ის არის. ხამოდი დამეთქე. შენ ხარ მარია? შენ როგორც მახსოვს, ტელეკომპანია იმედს თხოვე, პატარა ლეკვი მინდაო, ხო? ესეთი ლეკვი გინდა და ზუსტად? ჰა? აი ესეთი ლეკვი გინდა და? ჰა? აი გამომართვი ეს ლეკვი. ეს შენ ეს ლეკვი, გამოგიგზავნა ტელეკომპანია იმედთან ერთად კაზინო აჭარამ. აბა, შემოვიდა დანარჩენი და საქმეები. აი, ლეკვთან ერთად? ეს გამოგიგზავნა კომპანია მიზნელმა. ტელევიზორი, ეს არის საჩუქრები, ნაძვისხის საჩუქრები. გააჩვენა აი კიდევ ერთი ნაძვისხი იქნება. და აი, დიდი და უფრო აფასი. სათამაშოები. აი დედიკოს ისი პარისგან. სპეციალური საჩუქარი. ილოცა ყავდა. ეს მანქანაც გამოაგზავნა კაზინო აჭარამ. აი ეს ხარი კიდევ ვიდეო კამერა კაზინო აჭარასთან ასევე. 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაოდა ოი 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაოდა ალიზო ნახვამდის თოვლის ბაბუა
ნადია და კოლია გაწერილი. ჩვენ 95 წლის უხუცესი ცოლ-ქმარი ნადია და კოლია გაწერილია ბევრი ჭირვარამის გამოვლენილი. ახლა როცა უცნობები ვართ, ჩვენ დიდი სურვილი აქვს ისეთი სარეცხი მანქანა, რომელიც გაგვირეცხავს და გაგვიშრობს კიდეც სარეცხს. ადამიანი იმედით ცოცხლობს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საახალწლოდ ეს სურვილი აგვისრულდება. უხუცესი ცოლ-ქმარი დაბა სურამიდან მათ შორის უჩა ნომერი 9. წავედით? წავედით. აუსრულოთ ეს სურვილი. კარგად უნდა იყოთ, კარგად. კაზინო აჭარა გამოეხმაურა თქვენ სურვილს, გინდათ სარეცხი მანქანა და აგისრულოთ ეს სურვილი. მანამდე სხვა რაღაცები უნდა გაჩქოთ, ეს არის ეკოფუდისგან გულეულობა, საახალწლოდ და თქვენ ისიპარისგან საჩუქარი. თქვენ ხალური საჩუქარი. კარგი მოგცეთ განშენ. და ნაძვისხის და სარეცხი მანქანის გარდა კიდევ გეკნებათ ორი ახალი სავარძელი. შეგიძლიათ მოკალათდეთ ამ სავარძლებში და რა თქმა უნდა უყუროთ იმედის არს აუცილებლად. მამა მომისმინე სავარძელი უნდა მოგცე შენ რო გინდოდა. აი ჩვენ სავარძელი და რო ჩაჯდები და მიეხვდები. თან ორი ცალი. თან ორი ცალი თქვენთვის და თქვენი მეუღლე. ეხლა შემოგიტანთ იმ თავარ საჩუქრებს, რაც თქვენი თხოვნა. როგორ წერილი? აცი აღარ მოგიწევთ აი ეს დაკიდება პირდაპირ, ესე შეგიძლიათ ჩაცილოთ. I'm sure, sir. სულ ჩავახსნით მაგას. ჩაცილოზე უფრო გნებავთ. აი ნადია რეები მოგიწევთ. აი ეს ნაჯახები თქვენ შეგიძლიათ აქ დააბრძანდეთ ახალ სავარძელში მოკავასდეთ გემრიელა. დავძიათ? კი ბატონო, ხილად. აი ეს. მე ამას ისე მიიტრიალებთ. მოხდეს ყველაფერი სახში მოხდება. და უყურებთ იმედის არხს, ოღონდ აუცილებლად საახალწლო გადაცემას. რეკლამები ხო გადიოდა იმედის არხზე. და თან ეს ჩვენი მოხუცები უკვე ბაბუა უკვე ლოგინად არის ძალიან ბევრი სარეცხი უგროვდება და სახშიც ამბობდით რომ თვითონაც ამბობდა ჯბებია. რომ გააშროსო ის ცუდი ამინდები ხომ არის სურამში და მალე აშრება და გააშროს მაინცა და მე ჩვენ თქვით რომ არის ისეთი მანქანა რომელიც აშრობს და რეკლამებიც გადის ამისთვის რაც ვაყურებინეთ ტელევიზორში და მე ვთქვით რომ შეიძლება გავგზავნოთ წერილი ან დავრეკოთ და აი არ ვიცი სიტყვებით არ ყოფნის რომ გადმოცეთ უდიდესი მადლობა. მთელ საქართველო გნახავ. თქვენ ორივე ცოლ-ქმარს უხუცეს ცოლ. მე ვარ 62 წლის და ესენი უკვე 70 წელია ცოლ-ქმარი. 70 წელი. აი ზადებოდი. წელია მე და ჩემი მეგობრები მოსალოცად ვარძიის მამათა მონასტერში დავდივართ. მამებთან საუბარში გაირკვა, რომ ვარძიის დედათა მონასტერს მინი ტრაქტორი ესაჭიროება. მცდელობის მიუხედავად პრობლემა რა თქმა უნდა ფინანსებია, მათ სურვილს თავი ვერ გავართვით. იმედი მაქვს, იმედის ექსპრესია ამ სურვილს შეემისრულებს, რადგან ჯერა რომ ახალი წლის ღამეს მხოლოდ კეთილი და გულწრფელი სურვილები სრულდება. მალხას ბახოშვილი. ისი იმედის ექსპრესი ვარ და ისი თოვლის ბაბუები ვარ ჩვენ მაგით. წამოყოლე? არა, სამწუხაროდ ვერ წამოყვები, იმიტომ რომ მე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი და საბრძოლო დავარება. კარგი, მაშინ მე ვიცი ერთი თოვლის ბაბუა, რომელიც იქ დამხვდება ვარძიაში. აბა შემიცი, ცუდი გზა, ბატონო.
გამარჯობა. გამარჯობა. საახალწლო საჩუქრები მოგიტანეთ. ძალიან გვინდოდა, ყოველთვის გვინდოდა თქვენს მონასტერში მოვხვედრილიყავით. ესეთ ლამაზ ადგილას და ძალიან გვიხარია რომ აი ესეთ დღეს მოვედით და ესეთ საჩუქრები მოგიტანეთ. გაიგე, მადლობა, გაიხარეთ. ჩვენ თქვენმა ერთ-ერთმა მომლოცველმა მოგწერა წერილი. იმედის არხზე არსებობს ესეთი გადაცემა საახალწლო იმედის ექსპრესი და გთხოვენ რაღაცა სრულების შესრულებას. ჩვენ ვარჩევთ ამ წერილებიდან ყველაზე ისეთ უცნაურ, კეთილ სურვილებს და გთხოვა ჩვენ შეგვატყობინა რომ გესაჭიროებოდეთ მინი ტრაქტორი და ხერხი, რომელიც მოგიტანეთ. თელიანმა ველმა მოგიგზავნათ ეს საჩუქარი. ფიქრობთ რომ ეს ტრაქტორი ნამდვილად გამოგადგებათ, ეს ხერხიც გამოგადგებათ და მონასტერი უფრო გაძლიერდება, უფრო მადლმოსილი იქნება და თქვენი საქმიანობაც უფრო გვაწევს. დიდი მადლობა, ნამდვილად ხდება. ეს ტრაქტორი. ძალიან ლამაზი და მაგარია. ჩვენ მონასტრის სამფლობელომდე მოვიტანეთ აწი თქვენგან კარგულებაში. ესეც ელექტროხერხი. ზამთარში რო სიცივე. ეს ყველაფერი თელიანი ველმა გამოიგზავნა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაეცით მონასტრის სახელით. იმედის ტელევიზიას. ნახვამდის. ჩვენ გთხოვთ კურთხევას, გთხოვთ ჩვენთვის ლოცვას, ჩვენი მაყურებლისთვის ლოცვას. ხლეთ შეგერთვა და გულსა მოგიხსენოთ. დიდი მადლობა. მადლობა. ბედნიერად. მოგეხმარება. საჩემო წასაკითხი წერილი იქნება. ეს აუცილებლად რა მოკლე წერილია. თავდაბალი ამაში. გამარჯობა, გამარჯობა ჩვენს. მე ვარ ქეთევან ცუკოშვილი მიგელაური. 9 წელია შვილს ველოდები. ახლა ღმერთი წყალობით ფერწინედ ვარ. ჩემი სურვილია საბავშვო ეტლი ძალიან გთხოვთ სოფელი საფიჭალა. 9 წელი შვილს ველოდებიათ რა შეგადაცემოთ არ უყურებ. საქმე ეს არის რომ უყურებდნენ და 9 წლის თავზე ასეთი ბედნიერება შედეგი გამოიღო. აუცილებლად მეგონა გავახაროთ ეს პატივსანი ოჯახი. აი ეს ოჯახია მე მგონი თუ არ ხდება. მაი კარგი ნიშანია, როცა ბევრი კარალოგებია. მოგზარდით. ბედნიერები. მე ვარ მეგახლავართ. დიდი მადლობა თქვენს ასევე მრავალს დაესწარით. ძალიან კარგად გამოიყურებით. ახალ წლებში ზუსტად. ჩა გოგო არ იცი? გოგოა, გოგო. გოგო, რა თქმა უნდა, მაგრამ გოგო ქეთევან, პირველი და მთავარი სურვილი რაც იყო თქვენი პატარასთვის, დიახ. ეს იყო ეტლი. დიახ. გარდა ძირითადი თქვენი სურვილისა, ეკო ფუდმა თქვენთვის
საჩუქრად გამოგვატანა საწოლი პატარასთვის. უღრმესი მადლობა. ბავშვის კომპლექტი, ყველაფერი ის რაც ახალ შობილს დაჭირდება. უამრავი სათამაშო ძალიან ლამაზი. აი ეს ჟირაფი რა. ძალიან საყვარელი. თქვენგან სამახსოვრო დამჭ მე ვფიქრობდი. საწოლი ვინაკრო თუ ეტლი თქო და მე რა ვიფიქრე ისე მეტლი ჯობია სად მე რო წავალ მეთქი. არა უშო და ეკლისგან გაასენენ სუპერხარი და ორმაგი საჩუქარი მაქვს ორმაგი. და ეს პირეულობა მოყვება იმ ნაძვისხეს რომელსაც სათამაშოებიც მოყვება და არის სამორინე კაზინო აჭარასაგან და აგრეთვე თქვენგან ვესტელისაგან საუკეთესო ტელევიზორიც. ვაიმე უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა. გურა მოდი გინდა ეხა ყველა მერთეთ ვუმღეროთ პატარა. შეიძლება უმღეროთ ხოთაშოთა ახსოვს. და გავგიჟდები ეხლა ისეთი გახარებული ვარ არგელოდით საერთოდ. დაიძინე რამდენი საჩუქარი დიდი მადლობა გილოცო და დიდი მადლობა თქვენს ასევე ვიყავით ჯანმრთელი გოგონა შეგძენოთ რა თქმა უნდა და თუ შეიძლება გოგონასაც მიულოცოთ ეს ხალხს დაგადათ უცებ და მოემბერებ აი ხელი დიდი მადლობა დაიძინე გილოცავთ ახალ წელს იმედი ნუ მოგიშალთოთ ღმერთმა მაუსი და კლავიატურა. წერთ ლადო ბერსენაძე. ვარ მესამე კლასში, ჩემი უზარმაზარი ნატო ამ კონდეს კომპიუტერი. ჩვენ სახლში ხელფასი მხოლოდ დედიკოს აქვს და 100 ამბობს ჩემი ხელფასით ვერ გიყიდი. კომპიუტერს ხანდახან ფურცლებისგან ვაკეთებ და ეს თქვენს გიგზავნით. ვიცი რომ თოვლის ბაბუ არ არსებობს. ეჭვიებარე. ამიტომ ახალ წელს თქვენ გელოდებით. გელი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალი. მე ვფიქრობ ბამბავს კომპიუტერი უნდა ვაჩვენო. მაგრამ მანამდე ერთოვლის ბაბას დავიხმარ, პატარა ეტალონის თამაშს ჩაუტარებ ოჯახს და თვითონ იმსახურეს ვაჩვენოთ ხოლმე. წავედი. ლადო ბერსენაძე. იაკვენა ხარ? არა, მესამე კლასი. ლადო ბერსენაძე. გამიოჩენა ხარ ლადო ბერსენაძე. კომპიუტერი გინდოდა? ხო. ეს კენ. აი, დიდი მადლობა. ეს ხელფასი მარტოვისა აქვს ოჯახში? როგორ მოიწერე? ჰა? და მეც აღარ მექნება ალბათ იანვრიდან. ეს ეს ნაძვის ხე. ეს კომპიუტერი და ტკბილეული არის თქვენთვის კაზინო აჭარისგან საჩუქრად. ტელევიზორი კომპანია ვესტელისგან. და პარფიუმერიას რაც შეეხება, ნინომ გადმოგცა სიპარისგან. სიპარის. ეხლა გაბრძანდებით, მე 4 სავარაუდო პასუხს გეტყვით და რომელია სწორი იმას.
და მაშინ ეს ყველაფერი რჩებოდი თქვენთან. თუ პასუხოთ 4-ის, ხო? თუ ვერ უპასუხოთ მიგავ? კაი, თამაში თამაშია, კარგი, მიგზავნით. ეტალონი დაიწყო ამ ახალ წელს. გთხოვთ მოვბრძანდეთ სტუდიაში. მამა მღერის, ხო? კი. ესე იგი, სიმღერა არის ესეთი, დააკვირდებული ხალხი, ხო? სამდებარეობ დაკვირდ. დასავლეთში. გასაგები. იმერეთში. ბ გურიაში. c რაჭაში. d აჭარაში. იმერეთში. 15 წამი, ნუ ჩქარო. შეგეშალოს დაფიქრე. გურული ბატონო. ამოიწურა სამდებარეობ. იმერეთში. დარწმუნებული ხარ. კი, დიახ. და ნამდვილად. კი, ასე ვიცი მე. ეს არის ერთადერთი სოფელი საჩხერიდან ჭიარ თურისგან მიმავალ გზაზე. თქვენ მართალი იმერეთია. ახალ წელს გაუმარ ჯოს საქართველოს გაუმარ ჯოს ტელეკომპანია იმერეთს გაუმარ ჯოს